ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ. უბრალოდ მე ვიცი ეს ერთი რაღაც და უბრალოდ ჩემს რაღაც აზრს ვამბობ. ჩვენ ქრისტეს ყოველთვის უნდივართ. არ არსებობს ეგეთი წამი, რომ ჩვენ ქრისტეს არ უნდივართ. პრობლემა იმაშია, რომ ზოგჯერ ჩვენ არ გვინდა. გესმით? როგორი ძრახვა და როგორი თუნდაც ეს განხორციელებული ძრახვა, ანუ უკვე ცოდვები გქონდეს, ქრისტეს მაინც უნდივართ. აი როგორ, ნახეთ, მოდი იუდას მაგალითზე განვიხილოთ ეს. რამდენჯერ უთხრა იუდას, გახსოვთ? აი, მაგალითად იუდას გადაწყვეტილი აქვს, რომ ქრისტე გასცეს და საიდუმლო სერობაზე. მოციქულები ეკითხებიან, ვინ არის უფალო? უფალი ხო ამბობს, რომ ერთი თქვენგანი გამცემია და ახლა ყველა ფიქრობს, მე ხო არა ვარ უფალო, მე ხო არა ვარ. და უფალი ამბობს, ვინცო ჩემთან ერთად ჩააწოვსო პურსო, ის არისო. და ამას ყველას გასაგონად კი არ ამბობს, რომ ყველას დაანახოს, რომ ეს იუდა. ამას როგორც განმარტებელი ამბობს ახარების, აკეთებს, იმიტომ რომ მხოლოდ იუდამ გაიგოს, რომ ამან იცის, რომ ეს მე ვარ. იუდა ამითიც ვერ განიკურნა. შემდეგ იუდა, როდესაც გადის, მაცხვარი ეუბნება, წადი იუდა და გააკეთე ის, რაც საჭიროა. იუდას ხო ის მათი საერთო ყულაბა ებარა, მათი საჭიროებისთვის რაც იყო, ხო ის ქისა. ეხლა მოციქულები ფიქრობდნენ, რომ ალბათ იუდამ უნდა დღესასწაულისთვის, პასექის დღესასწაული მოდიოდა და იუდამ უნდა მოამზადოს დღესასწაულისთვის რაღაც, ან გაჭირებულებისთვის იზრუნოს. ესე ფიქრობდნენ, სახარება ესე გვეუბნება. სინამდვილეში იუდამ ხო იცოდა რატოც გადიოდა. იუდა ხო მანამდე ეს ხდება 5 შაბათს საღამოს. 4 შაბათს ხო შეუთანხმდა უდამთავრებს და მწიგნობრებს და მათ რჯულის მოძღვრებს, რომ მე ხელსაყრელს შემთხვევას გაპოვნინებთ, რომ გადმოგცეთ. ეხლა რას ნიშნავს იუდამ გაყიდა ქრისტე? ეგ ნიშნავს, რომ იუდა შეპირდა მათ, რომ ისეთ ხელსაყრელს შემთხვევას გაპოვნინებთ, რომ აი ისე გადმოგცეთ, რომ ხალხი არ აღშფოთდეს ამის გამო. ხალხს იესო უყვარს. მათი სნეულები განკურნა, არ იგებს, ასწავლის, მკვდრები აღადგინა და აი ესე რომ სახალხოდ მივიდნენ და შეიპყრონ, იქ ბუნტი იქნება, ამას ვერ გააკეთებ. იუდა ზუსტად ეგ შეპირდა, მე ისეთ ხელსაყრელს შემთხვევას გაპოვნინებთ, რომ აი ესე ლამაზად, ესე რომ ვთქვათ, წაიყვანოთ, რომ შფოთის გარეშე. როდესაც საიდუმლო სერობამ დამთავრდა, იქ იუდა გადის სწორედ ამ მიზნით, რომ ის ჯარისკაცები მოიყვანოს. იმიტომ რომ მაცხოვარი და მოწაფეები გეციმანის ბაღში არაერთხელ ყოფილან და მათ შორის იუდაც. და აი ამ საიდუმლო სერობიდან მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად სწორედ გეციმანის ბაღში წავიდა და სწორედ იქ მივიდა იუდაც ჯარისკაცებთან ერთად და ამითი უფალი ეუბნება, რომ იუდა წადი და რასაც აპირებ გააკეთე, მალე გააკეთე. იუდა ხო უნდა მიხვდარიყო, ნახეთ, უფალმა ხო იცის, რომ იუდამ უნდა გასცეს, უკვე გასცა და უნდა შეასრულოს ბოლომდე, მაგრამ უფალი იუდას მაინც არ ტოვებს. უფალი ზურგს იუდას არასოდეს არ აქცევს. წავიდა იუდა და გეციმანის ბაღში მოიყვანა ეს ჯარისკაცები. მანამდე მივიდა მაცხოვართან და ეამბორა. იმიტომ რომ ნიშანი ქონდა მათთვის მიცემული, რომ ვისაც მე ვეამბორები, ის არის ქრისტეო. ესე აქ მოდი ბარე ვთქვათ, რა საინტერესოა? რატო ვერ უნდა ეცნოთ ქრისტე? აი, ის ღმერთია და ესენი თავი მოციქულები, თურმე რაღაც თქვა გინდოდათ. თურმე ესე იგი უფალს ისევე ღარიბულად ეცვა, როგორც იმ გალილეელ მეთევზეებს, ვინც იყვნენ მისი მოწაფეები და არ გამოირჩეოდა რაღაცა იმით. არც იცოდნენ რომელია ქრისტე. აბა რატო დაჭირდებოდათ იუდას ნიშანი, რომ ვისაც ვეამბორები, ის არის და შეიპყარითო და როდესაც მივიდა, უფალი ეუბნება, ორ რამეს ეუბნება, მოყვასო, რისთვის მოსულ ხარ? რომ დააფიქროს, მართლაც რისთვის მოვედი? ანუ საღალატოთ მოვედი. და მეორე კიდე ეუბნება, რომ იუდა ამბორის ყოფითა გასცემ ძესა კაცისასაო? ანუ ამბორის კოცნითაც კი აი იმას აკეთებ ღალატის საქმესო და იუდა ამაზეც არ დაფიქრდა. და ასეთი კიდე რამდენი, ანუ უფალს არ მიუქცევია ზურგი იუდასთვის. ეს იუდამ ვერ აპატია საკუთარ თავს. იუდა კი არ ნანობდა, იუდა სასოწარკვეთილება ჰქონდა. თორე იქ სადაც სინანულია, სინანული ნიშნავს, რომ იმედიც არის, რომ ღმერთი გაპატიებს.
სხვა იყო კაენის სინანული. როდესაც კაენის სინანული გავს იუდას სინანულს, რომ თავისი ძმა მოკლა და იმას კი არ დარდობდა, რომ თავის ძმას ეს გაუკეთა, საკუთარ თავს დარდობდა. მაგრამ სხვა იყო პეტრეს სინანული. პეტრემ კაცმა რო თქვას ნაკლები გააკეთა, მივიდა იმ მღვდელმთავრის ეზოში, სადაც მაცხოვარს განსჯიან, პეტრეს ეკითხებიან იქ ცეცხლთან რო დგანა თბებიან, შენც მისი მოწაფე ხარო და არ ვიცნობო მაგას. და სამჯერ თქვა ეს. და უფალმა ხო უწინასწარ მეტყველა რომ სანამ მამალი იყივლებს, სამჯერ უარ ყოფო და მამალმა რო იყივლა მაცხოვარმა და პეტრემ ერთმანეთს შეხედეს და როგორი მძიმე იქნებოდა ეს შეხედვა პეტრესთვის. და გამოვიდა და ატირდა მწარეთ. აი პეტრეს სინანული ჰქონდა. და იმიტომაც მაცხოვარმა მოციქულთა თავად დაადგინა. ესე რომ აი თავარი აქ ის კი არ არის ჩვენ რომ ვწოდავთ და ზრახვები გვაქვს. თავარი ის არის რომ ჩვენ კიდევ რამდენად გვინდა უფალთან. აი წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ასეთ რამეს ამბობს. ქრისტეს მოღალატე ის კი არ არისო, ვინც უნებურად ვარდება ცოდვაში. ჩვენ შეიძლება მთელი ჩვენი გონებით გვინდა რომ უფალს უერთგულოთ, მაგრამ მაინც ცოდვაში ვარდებით. ეს არ არის ქრისტეს მოღალატე. აი ვინც შეგნებულად და წინასწარ მოიფიქრებს რომ ეს გააკეთოს, ეგ არის ვინც გონებითაც უკვე ქრისტეს უარყოფს. ეგ არის ღალატი. ზრახვებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს საშუალება ერთი ის რომ ესე იგი ჩვენს ფიქრებს, გულის თქმებს არ დაუთმოთ ყურადღება, არ დავიწყოთ მათთან საუბარი, არ დავიწყოთ მათი განხილვა და მეორე კიდევ ის რომ მარტო ეს არ გიშვედეს. უნდა ილოცო. აი ამ ლოცვით უნდა დახვდე აი ამ ფიქრებს. ეს შეიძლება რა გაგოს.